გამარჯობა ქალბატონებო. იმედი მაქვს აქ ბუნტის მოსაწყობად არ მოსულ ხართ. ვიცი ამ მიწებზე ყველაზე საშიში ქალები ხართ. გრცხვენოდეთ, ქემალბეი, გრცხვენოდეთ. როდის ვერეოდით კაცების საქმეებში. კარგი, ახლა ყველაფერს ნუ ჩამოვთვლით. ქემალბეი და ბრძანდით გთხოვთ. მამა, ჯიჰანბეი ბუღალტერიიდან გელოდება. 5 წუთი დავჯდები. ყავა მეც მომიტანეთ ბიჭებო. მაშასე. აი შეიყო და გვითხრა რომ შენ და ფიქრეთი შერიგდით. რადგან ნედიმეც აქ არის, როგორც ჩანს სიმართლეა. დიახ. აიშე რა თქმა უნდა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს, მაგრამ ამჯერად ასეა. ასეა ნედიმე? დიახ, ქემალ. ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ოჯახს დანგრევის საშუალება არ მისცე. ხოჩახ. მნიშვნელოვანია. ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. და თქვენი ქალიშვილი როდის ქმნის ოჯახს? ვიცით რომ ძალიან გიყვართ და ფიქრობთ რომ მისი შესაფერისი არავინაა, მაგრამ უკვე ასაკშია. ხომ ასეა? ნარგის ხანიმ, ასე ძალიან კარგად ვარ. არა ესმა, სულაც არა. უფროსები მართალს ამბობენ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ესმას კი პრეტენდენტი უკვე ხავს. ესმა, ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებთ, შენ კი არაფერი გითქვამს. ესმამაც არ იცის და იმიტომ. ხვალ ჯენგიზი მოვა რომ ესმას ხელი მთხოვოს თავისი ვაჟი ფერჰათისთვის. მეც დავთანხმდი. ვერ გავიგე? ყველაფერს მოგვიანებით დეტალურად აგიხსნი ესმა, ნუ ჩქარო. გილოცავ ესმა. ფერჰათი ძალიან სიმპათიური ბიჭია. ერთმანეთს ნამდვილად შეეფერებით. შენი ხელით მომკალი. მომკალი. მომავალი გამინადგურე. მომავალი არც ისე გქონდა, ციხეში ჩალპებოდი. შენს გამო იძულებული ვარ ეს ყველაფერი ავიტანო. გაიგონე ამ წუთში რა თქვა? ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ამიტანია ფიქრეთ. ცოლიანი ხარ, დამლას ვერ გაშორდები, შეთანხმება გაქვს. ყველაზე კარგი რაც შეგიძლია გააკეთო, ამის გადაყლაპოა. არის ლუკმა, რომელიც შეიძლება გადაყლაპო და რომელიც არ შეიძლება ჰალილ იბრაჰიმ. გოგონას გაანადგურებენ არ გესმის? მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენზე ჭორები გავრცელდა. ეს ჭორები უსაფუძვლოდ არ გავრცელებულა ფიქრეთ. თუ ვინმემ გაანადგურა ეს შენ ხარ. მართალი ხარ. რადგან მე გავანადგურე, ისევ მე უნდა გადავარჩინო. არაფერს იზამ. მაიორმა მეჯნუნმა თქვა რომ ამ საქმეში უკან დასახები გზა არ არსებობს. თუ სისულელეს გააკეთებ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ დააზარალებ. დედაშენიც და შენც ციხეში აღმოჩნდებით, ეს მან კი სხვის ხელში. კმარა. რაღაც პერიოდი ერთმანეთს ნუ ვნახავთ ძმაო. თუ შესაძლებელია ძალიან დიდხანს. ღმერთო ჩემო. ხვდები რომ ხალხი ჭორაობს და ეს მათ გასაჩუმებლად თქვი. მაგრამ რომელი ფერხათი? ეს რას ნიშნავს? აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ ესმა. რა ნიშნობა? ჯენგიზმა ვისი ვაჟისთვის მთხოვა შენი ხელი და მეც დავთანხმდი. ჩემი ხელი? მაგრამ არც კი მკითხე. რატომ უნდა გკითხო ესმა? ხვალ მოვლენ და გკითხავენ თანახმა ხარ თუ არა, შენც უპასუხებ. მაგრამ გაითვალისწინე რომ ჩემს ღირსებაზე უნდა იფიქრო. ძალიან გთხოვეს გაითვალისწინე. ესმა. მომისმინე. უკვე დროა. ნორმალური კაცები არ არსებობენ. არ მინდა შენზე ჭორაობდნენ, რომ ცოლიან კაცებთან დადიხარ. ფერჰათი ჩემთვის შესაფერისი არჩევანია. თუ უკეთესი ვარიანტი გყავს, უფრო შესაფერისი, უფრო მამაცი, უცოლო, მაშინ მას გაგაყოლებ ცოლად. მითხარი.
Abi, ძმაო, soğuktan ამ სიცივეში რას აკეთებ? ცდილობ მოვკვდე. öldürecek kadar არც ისეთი ყინვაა, რომ მოკლას. Öldürecek çok şey var da. არის, მაგრამ ფიქრობ როგორ დავაჩქარო. Ile ölürüm onu düşünüyorum. Halil İbrahim'le ჰალილ იბრაჰიმი ნახე. en çabuk ის უფრო სწრაფად მოკლავს, განსაკუთრებით გრძნობების საკითხში. Bu arada sana bir şey სხვათა შორის შენი საყვარელი ადამიანი ნამდვილი კარგი, Neyse. კარგი. söyle. მითხარი, Söyle ben ağzıma მითხარი, მე ხომ ვამბობ ხოლმე. içim soğumuyor. მაგრამ მაინც ვერ დავიცალე. Söyle belki sen rahat. მითხარი იქნებ მოგეშვას. არა, მასზე ლაპარაკი არ მინდა. Şimdi. Neyi konuşuyorsun? აბარაზე გინდა. Ne olacaksa. ზეინებ, შენს მეგობარზე რა თქმა უნდა. Arkadaşının durumunu tabii ki. Bir kurban daha. კიდევ ერთი მსხვერპლია. Durum bu. სულ ესაა. Bu mu ya? სულ ესა. Yani არსებობს იმედი, რომ მამა მსხვერპლად არ შესწირავს და გადაიფიქრებს, მაგრამ Mevzu bahis. მე რომ არა რა თქმა უნდა. Kıyamaz haklısın. მაგრამ ჩემს გამო გაწირებს. Ama sırf bana inat kıyamaz. ჩემს გამო. çok özür dilerim. ბოდიში ძმაო, მაგრამ ცოლი ყავს. Bir şey yok. Sen და evli მოცემულ მომენტში მასთან დაშორებაც კი არ შეგიძლია. Yüreğime აქ ჩემს გასამხნევებლად მოხვედი თუ პირიქით ზეინებ. Kandid Allah. წადი, ძალიან გთხოვ, წადი. არ მინდა გაწყენინო. Miyim şimdi senin? წადი. გეტყოდი, რომ დროთა განმავლობაში გაგივლის. მაგრამ არ გადის ძმაო. Evet. დიახ, İsmail konusu son. ეს მას საკითხი მოგვარებულია. Bundan sonra დროთა განმავლობაში დამლა და ფიქრეთიც დაახლოვდებიან. zaman içerisinde yakınlaşma. ხომ ასეა? რას ფიქრობ, ნედიმე? Evet tabii. ხო, ასეა. Ben gerekeni yaptım. ამისთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც საჭირო იყო. Sözümü ხომ ასეა, შვილო? დიახ, დედა ნედიმე. tutmadım anneciğim. Artık ახლა უკვე საქმე hepsini bir şekilde ben ჩემზეა. halledersin. ხო, მაგრამ მე დედამისი ვარ. ჩემზე უკეთ არ იცნობ. ამიტომ ძალას ნუ დაადან. ყველაფერი დროს მიანდე. დრო საუკეთესო წამალია. Sen mi acaba? Nergis'in ხომ ასეა, ნარგის? შენ რა სიტყვი? რა თქმა უნდა, მე არ მეჩქარება. yok. მეტო კი არ მყავს. Fikret ფიქრეთიც დროთა განმავლობაში დამიახლოვდება. Evet. კარგი, Bana müsaade. თქვენი ნებართვით? Yarın yine ხვალ კიდევ მოვალ, შვილო. Tabii anneciğim zaten რა böyle. თქმა უნდა, ის შენი სახლიცაა. Değil mi? Ne dedim anneciğim? ასეა, დედა ნედიმე? Her zaman. რა თქმა უნდა, Arayı uzatma. არ მოგვაწყინო. Merak etme. ნუ გეშინია. Esma'yı ეს მას ნახავ, მაგრამ ამით რა შეიცვლება, შვილო? Kızım. Ha? Nergis'le ნარგიზმა და დამლამ გაანადგურეს ესმა. დედა შენის თვალწინ, შვილო. Ne demek neydi? ეს რას ნიშნავს? Bu kız beni ესმამ გადამარჩინა. ახლა მე გადავარჩენ. Vallahi Zeynep şu söz. ზეინებ შოთა ამბობს, რომ ფიქრეთი სულ გაგიჟდა. შეიძლება რამე სისულელე გააკეთოს. Bak o ელიფ, kızına söyle bu შენს ქმარს უთხარი, რომ ძმას არ დაუჯეროს. sinirli duygu ახლა გრძნობების საყოლით იმოქმედებს. şey falan yap. სისულელეს გააკეთებს და უკან დასახები გზა აღარ ექნება. İyi ki söyledin kızım. შვილო, ისი ამბობ თითქოს შოთა ელიფის ჭკუაზე დადის. Ah başınıza gelen. ეს რა ხდება? Hem böyle ასე ამბობ, მაგრამ ამავე დროს ესმას ცხოვრებას უნადგურებ, დედა. dünyasını başına yıkıyorsun anne. Ne yapayım kızım? სხვა რა გზა მაქვს, შვილო? Yoksa abini yak. შენს ძმას გაანადგურებენ. Yakacaklarmış. Abim ისედაც განადგურებულია, შენ გამო იმაზე ფიქრობს, ახლა რა გააკეთოს? Nedime. ნედიმე, Oğlum შენი შვილი ესმაზეა შეყვარებული. Dağlandı.
biliyor musun? ვიცი, საქინე, ვიცი, ვხედავ. Esma da hiç ესმასაც უყვარს. babası olacak o adam. მამამისმა გამოგვიცხადა, რომ ფერხაც გააყოლებს სოლად. Vereceğim dedi. ესმამ კინაღამ დაგვახრჩო. Burada kız bizi boğu verecekti. Nedim Hanım siz böyle olur. ნედიმე ხანი, ხმამ ახლა რომ ლაპარაკობთ, დამლა წავიდა? არა, რა თქმა უნდა. ფიქრეც ელოდება. Nedime. ნედიმე, ფრთხილად იყოს, არ მოკლას. Yok yok bir şey არა, დამლამ მითხრა, რომ არ ეჩქარება. yok. Sakin ol. გადაწყვიტა ყველაფერი დროს მიანდოს. არ გააბრაზებს. Sinirlendirmez onu bir şey olmaz. ეს არ მოხდება. İnşallah. კარგია. Ah çay iç. ეგ კარგია. Ah bu başımıza gelen. ღმერთო, სადამდე მივედით. ზეინებ რა ხდება? ხალილ იბრაჰიმთან მიდიხარ? არა, Doğru siz ayrıydınız. მართალია თქვენ ხომ დაშორდით? კაანთან? Erkek isimleri saymaya devam et. შენ სახელები ჩამოთვალე და ვბრუნდები და შეგატყობინებ დამლა. Kesin ესმასთან მიდის, უნდა ანუგეშოს. მუსა, ფულის გამომუშავება თამაში გოგონია. იაჰია, შენ კი ფიქრობ, რომ თამაში მკვლელობაა. მაგრამ ერთი რამ არ იცით. რა, ჯენგიზბეი? ვერც არსებულ ფულს იშოვი და არც ყველას მოკლავ. იაჰია საინტერესებს რატომ? თუ აქამდე ყველაფერი გამოდიოდა? იმიტომ რომ დღეს მოვედი და მოვითხოვ ყველაფერი დააბრუნოთ. თუ არ დააბრუნებთ, მოკვდებით. იაჰია, ჯენგიზბეი გვემუქრება თუ მომეჩვენა? არა ძმაო, არა. მართალია, ჯენგიზბეი გვემუქრება. ძმისშვილის თანდასწრებით, რომელიც სიკვდილს ჩვენ გადავარჩინეთ, არა? სიკვდილს გადამარჩინეთ თუ მამაჩემი დააშანტაჟეთ და ფული აიღეთ. Bedri karşılığında babama şantaj yapıp para mı aldınız? Hata yapmış ya. იაჰიამ შეცდომა დაუშვა. ვთხოვე თავი დაენებებინა. ჰალილ იბრაჰიმს კი უნდა მოეკალი. ამაოდ შევერიეთ. მაშინ ყველაფერი დამთავრდებოდა. მე ისკანდერი არ ვარ და არც შერიფს ვგავარ. ჩემთან თამაშს არ გირჩევთ. ერთ კვირას გაძლევთ. მთელი ფული უნდა დაგვიბრუნოთ, ისიც კი რაც სახელმწიფომ წაიღო. ყველაფერს ანაზღაურებთ, თუ გინდა სიცოცხლე გააგრძელოთ. Her zararı tazmin edeceksiniz ki. ყველაფერს, ბოლო ცენტამდე. Gelmenize გაცილება საჭირო არ არის, გზა ვიცით. Tabii. რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა გავაცილოთ ადამიანები, რომლებსაც უკანასკნელად ვხედავთ. ასეთია ჩვენი პრინციპი. წერტილი დაუსვი იაჰია. hiçbiri bu mu ödedi? ყველაფერი ამან უთხრა? Evet amca. დიახ, ბიძია, ფული მის გამო დავკარგეთ. Gitti. Sen adımı da... ფრთხილად იყავი შვილო. ბიძია, Normalde... ყველას მოგკლავდით, მაგრამ Ama madem ben... კართან გამომაცილეთ და ამიტომ გაპატიეთ.
ერთი კვირა გაქვს. ზუსტად ერთი კვირა არ დაგავიწყდეს. Gidelim. შეგვიძლია წავიდეთ. Dayı ölüyorum. ბიძია, ვკვდები. ნუ მოთქვამ. Herifleri burnumuza... ესენი შიგნით ვინ შემოუშვა? ვინ შემოუშვა? Kim aldı lan? ესენი ვინ შემოუშვა მეთქი? Kim aldı? ვინ შემოუშვა? Kim aldı oğlum? ვინ შემოუშვა? Tamam. კარგი. Yeğenim ჩვენს Ankara'da მკურნალთან წაიყვანეთ. ის მიხედავს. ayak bacak- წაიყვანეთ ახლავე. Onun uzmanlık alanı. სწრაფად. Dayı çok kötü. სისხლისგან დავიცლები და მოვკვდები. Ben giderim bak ben söyleyeyim. ნუ მოთქვამ. Zırlama. მიზანში ამოგვიღო იაჰია. ხვდები? Çizdi. Üstümüzü mü? ვინ ძმაო? Altımızı რა გჭირს ვერ ხვდები? Ne istiyorsun? რა გინდა? Görmüyor musun? ჩვენი Konuşmamız yarım. ქარიზმა განადგურებულია. Bu kadar როცა საქმე ფულს ეხება, ქარიზმაზე ფიქრი არ შემიძლია ძმაო. Mesele Esma değil. საქმე ესმაში არ არის ბიძია, საქმე მამაჩემშია. Yoksa sen bana... თხოვე ლეილასთვის თავი მომეწონებინა, უარი გითხარი? გეგმა გქონდა. vardır. მხოლოდ მოხარული ვიქნები გეგმის ნაწილი ვიყო, მაგრამ მამა ზუსტად ასე იქცევა, Babam yine aynı şeyi yapıyor. ისე რომ არაფრად მთulis ბიძია. Babam yerine გესმით? koymuyor beni amca. Baba, მამა, gerçekten olan მართალია. Halil İbrahim de. დასარალდება ფერხათი, ხალილ იბრაჰიმიც, ფიქრეთიც და კემალიც. თუ ბიძი ასე გააგრძელებს, ჰალილ იბრაჰიმსაც და ფიქრეთსაც ვუთხარი, რომ შენ ბრალი არ მიგიწვის. ჩემმა ძმამ და ქემალმა Kemal'in de აზროვნების უნარი დაკარგეს. ikisine de მე კი არ შემიძლია ჭკუა ვასწავლო. yarın istemeye gideceğim. მითხრა რომ ხვალ წავალთ და ესმას ხელს ვითხოვთ. Gideceğiz. ო, წავალთ. იმედი მაქვს ესმა შეძლებს მამამისის აზრის შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ შენთვის არ დამთავრდება ცუდად. Baban gelin. მამა მოვა და დაველაპარაკები. Ya bir de არ მინდა ჭორების გამო ასეთი მსხვერპლისთვის გაგიმედოს. ben o evde başıma gelen... მოვუყვები იმ ოჯახში რა ხდება და ბიძია ქემალიც გაგიგებს. Zeynep, ზეინებ, mesele sırf პრობლემა ჭორები არ არის. Ne mesela? აბა რა არის? İş mi bu? სიამაყე? Ne? Hepsi. ყველაფერი. Ayca, თან babam seni მამა არ მოგისმენს. მხოლოდ ისიც კი საკმარისია, რომ ფიქრეთის დახარ. dinlememesi için yeterli. გამოსავალი უნდა არსებობდეს ესმა. ამას მე მეუბნები. ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდ ფერხად ცოლად არ გაუყვე. Sen benim için. ჩემთვის ყველაფერი გააკეთე. Ben de senin. მეც მინდა შენთვის იგივე გავაკეთო. Boş ver be. დაივიწყე ზეინებ. İnsan bazen kaderini... ზოგჯერ იმას ვაკეთებთ, რაც ბედმა დაგვიწერა. Eminim sen de senin başına დარწმუნებული ვარ, არ ჩემ გინდოდა გადაგეტანა ის ყველაფერი, რაც გადაიტანე. ელიფ ზეინები სად არის? თავის ოთახში არ დამხვდა. çıktı. Bize... გავიდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. Yani bize bir şey söylemedi. არ უთქვამს, მაგრამ დიდი ალბათობით ესმასთან წავიდა. Belki duymadı. არ ვიცი გაიგე თუ არა. Yarın akşam ხოლ მასთან დასანიშნად მიდიან. herhalde Zeynep. შეიძლება გადაწყვეტა და აეხმაროს. olmak istemiştir. İyi. Arayın da gelin. დაურეკეთ, რომ ხნა თქვენც მოგიტანოთ. Bu istemeymiş. ჯერ მხოლოდ ნიშნობაა. იქამდე დრო კიდევ აქვს. დედა, Fikret Bey siz başka ფიქრეთ bir şey ბეი, ister misiniz? კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? Kocana söyle. ქმარს უთხარი ჩემთან ამოვიდეს. დედა, რა ზბოდავ? Ne var? რა მოხდა? შენს რძალს შეუძლია ილაპარაკოს, მე კი არა? ელიფ,
ქმარს უთხარი, რომ ფიქრეთ სასმელი მიუტანოს. Saygın biraz. Sen yokken ağzına როცა აქ არ იყავი, საერთოდ არ სვამდა. Şimdi ben geldim. მაგრამ ხომ დავფრუნდი. Ondan diyorum. ღმერთო ჩემო, Esma'ya mı ზეინები მართლა ესმასთან წავიდა? Kötü gün dostu. ხო მიცი მძიმე დღეებში ერთად არიან, Arkadaşını yan. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. Hayır ben de Zeynep'i anlamıyorum. Ne oluyor? ზეინების არ მესმის. Esma'nın ესმა ხომ უნჯი არ არის? var. Yani Ferhat რატომ არ იტყვის თუ არ უნდა ფერხაც სწორად გაყვეს? Ayrıca kusura bakma. ბოდიში, მაგრამ ის სიმპათიური ბიჭია. Çocuk değil. Son derece. რა მოხდა, მართალი არ ვარ? Haksız mıyım? Nedime. ნედიმე, Damla Ferhat. თუ დამლა ამბობს, რომ ფერხათი კარგი ბიჭია, ესე იგი ასია. Halimiz yok. მასზე უკეთ კაცებს ვინ იცნობს? Özlemişim hala seni. მენატრებოდი დეიდა, რა თქმა უნდა. შენი მწარე სიტყვები ძალიან მენატრებოდა, ძალიან, ძალიან. Çok özledim. მართლა. Nedime bilir. ნედიმე მიცის, რომ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. Nedime kadar başım. ნედავ ნედიმეს წონის ქვა დაგეცეს მაგ თავზე. Neyse. Size her zaman კარგი მეწავალ. doyum olmaz. Ben დიდი მადლობა. dolabı ბარგს ამოვალაგებ. yerleştireceğim. Yerleştir yavrum. რა თქმა უნდა, შენი ბოლო გაჩერებაა საყვარელო. İnşallah Allah. იმედი მაქვს დეიდა. იმედი მაქვს. Aldın mı cevabı? მიიღე პასუხი არა? Korktum ben. ამ ქალის მეშინია. İkimizi birden. ორივეს დაგმარხავს. Kız beddua ya. წევლაზეც კი მადლობა სიხდის. Gerisini sen düşün. ახლა შენი ფიქრე. Sen düşün. შენი ფიქრე. რძალი შენია და შენ უნდა იფიქრო. Vazgeç. ხო, რა თქმა უნდა. Elif diyor ki ელიფი კითხულობს რამეს ხომ არ შეჭამთან დალებთ. içecek manasında. არა, Dertleşmeye თუ რჩევა გჭირდებათ მე ამისთვის არ გამოგადგებით. anlamadığım bir konu. სწორი ადამიანი ვარ. Malum. შეყვარებულ წყვილზე პასუხისმგებელი. Koklamamış თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს. insanı. Yani şimdi Samtsoxarot. olmaz. იქნებ ცოტა ხანს გაჩუმდე და Ben mi bir şey მე გეტყვიშოთა. Ha? რა თქმა უნდა, გისმენთ ფიქრეთ ბეი. Ben düşün. გისმენთ. დავფიქრდი და მივხვდი, რომ სხვაგვარად ამ სიტუაციიდან ვერ გამავალ. Kemal'in ქემალს მომკლავ. Kemal'den ქემალს, Esma'nın ესმას, მამა ქემალს? gündemi სხვა ქემალიც არის შოთა? yani yok da არა, მაგრამ ის ხომ მამამისია. babası diye dedim. Babası ნიშნულობა არ აქვს. შვილს მსხვერპლად წირავს იმისთვის, რომ მე ტკივილი მომაყენოს. buna engel olmaz. ხელი უნდა შეუშალო. Siz buna ხელი უნდა შეუშალოთ იმით, რომ მამის გარეშე დატოვებთ? yani ben anlamam. მართლა ვერ გავიგე. Soruyorum Fikret Bey. ეს მაჰანიმი ამაზე რას გეტყვით? İyi yaptın. კარგად მოიქეცი, მამიკომ კინაღამ გამათხოვა. სწორად მოიქეცი, ფიქრეთ, შენი წყალობით გადავრჩი. ასე გეტყვის? Esma'nın ne ახლა არ მაინტერესებს ეს მა რას იტყვის. თავარი მისი გადარჩენაა. acaba მაშინ უკეთესი არ იქნება უბრალოდ ფერჰათი მოვკლათ. ქემალი სხვა ფერჰათს ვერ ნახავს? ya vardır illaki. ნახავს, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი. Sağlıklı düşünmek. უბრალოდ კარგად უნდა დავფიქრდეთ. უკვე ვიფიქრე შოთა და გადაწყვეტილება მივიღე. მირჩევნია ციხეში ვიჯდე ესმას გარეშე, ვიდრე ამ სახლში დამლასთან ერთად ვიცხოვრო. Size ესმა და მამამისი მეწოდებიან. başka სხვა არჩევანი არ მაქვს, რატომ არ გესმის? ne anlamadın? Sevdiğin, მესმის რომ გიყვართ sevdiğin და მესმის რომ საყვარელი ადამიანის გამო რამე უნდა მოიმოქმედოთ, მაგრამ ama bunu siz მაგრამ ეს თქვენ არ უნდა გააკეთოთ, ფიქრეთ ბეი. ben ქემალს მე მოვკლა.
ვალდებული არ ხარ. დურსუნ ლეტო ხომ მოვგალი. რატომ შემიძლია ქემალი მოკლა? არ ინერვიულოთ. ამ საკითხს ხვალვე მოვაგვარებ. თქვენი ნებართვით. Gel. შემოდით. Ne diyor Esma? ესმამ რა თქვა? Ne diyeceğim? რა უნდა თქვა სელიფ? Ağlıyor. ტირის. ღმერთო ჩემო. Benim anlamadım. ვერ ვხვდები ასეთმა ჯიუტმა გოგონამ მამა როგორ ვერ დაითანხმა. Ben geçirebilmiş miydim Elif? მე შევძელი ელიფ. Biliyorsun burada işler... ხომ იცი როცა საქმე სიჯიუტეს ეხება, ისე ხდება როგორც კაცებს უნდათ. მართალია. Abimin ფიქრეთი როგორ არის? hiç iyi değil. ცუდად. Yani işler iyice sarpa როგორც ჩანს ყველაფერი ძალიან გართულდება. Şotayla konuşmuş. შოთას ელაპარაკა. Ne gibi? რაზე? Kemal'i ქემალის მოკლა უნდა. Delirdin mi? ფიქრეთი გაგიჟდა? შოთა მამის თქმა ვერ გაბედა, ამიტომ შესთავაზა რომ თვითონ მოკლავს. Umudunuz olsun diye. Nerede abi? ჩემი ძმა სად არის? არა ზეინებ და ჯექი. თუ ეტყვი მე და შოთა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიქნებით. აბა რა ვქნა? დაველოდო ესმას მამა როდის მოკვდება? ჩვენ რა შეგვიძლია? როგორც უკვე თქვი, როცა საქმე სიჯიუტეს ეხება, ისე ხდება როგორც კაცებს უნდათ. oluyor. მეჯნუნმა თქვა რომ უნდა დაგახარებოდა, მაგრამ შეეცოდე. ისკანდერის დაცხრილული სახლის გარშემო ყველგან გვამები ეყარა. ძმაო, თუ საჩივარი აქვს, მეთაურს უთხარი წამიყვანოს. ღმერთო ჩემო, გონია მეჯნუნს არ უნდა რომ ყველა მოკლა, მაგრამ მოვალეობა აქვს და ვალდებულია პასუხი აგოს. სულ ესაა. ალიჯანი გვერდში დახვება, რომელიც გამუდმებით ეკითხება, რატომ არავის აკავებენ. ძმაო, გეყოფა ამაზე ნერვიულობა, გეყოფა შემომხედე ჩემს პრობლემებზე, მე ნერვიულობ? არა. ახლა კი შენს მშვენიერ პრობლემებზე ვილაპარაკო ძმაო, ყოველთვის ასეთი იყავი. ღმერთო ჩემო, მითხარი როგორი ვარ? როცა ყველაფერი რთულდება, სიკვდილთან შესახვედრად მიდიხარ. მერე მოკვდი ძმაო? არა. ესე იგი არც ეს გამომდის. ჯერ არა, მაგრამ აი რას გეტყვი. მეთაურს ქემალის და ჯენგიზის იმედი აქვს. ვისი იმედი ჰქონია? ორივეს ტვინს გავასხმევინებდი ისკანდერის სახლში რომ შევსულიყავი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გეგმა არ ჰქონდა. ქემალი და ესმა რატომ მიიწვია? იმისთვის ხომ არა რომ არაფერი დაეშავებინა თუ გადარჩებოდი. რა თქმა უნდა, ასევე აპირებენ რომ ფერჰათი ესმაზე დააქორწინონ. რას გულისხმობ? მართლა ვეღარ აზროვნებ, როცა შეყვარებული ხარ, არა? მითხარი, ისი ამბობ თითქოს შენ აზროვნებდე. შემოგთავაზე, ჩემი ადგილი დაიკავო და ყველაფერი მართო. დამთანხმდი არა. დიახ, ძმაო, ახლა ჩემზე არ ვსაუბრობთ. თუ ოდესმე სიყვარულის გამო მეც შენსავით დავიტანჯები, მაშინ მითხარი, მაგრამ ამისთვის ჩემგან სხვა გოგო უნდა დაორსულდეს. გეყოფა გესმის? შემოდი დიდემ, უკვე მივდიოდი. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? არა. ხალილ იბრაჰიმ, Ben yarın hastaneye gideceğim. ხოლ საავადმყოფოში მივდივარ კონსულტაციაზე. მინდა შენ წამომყვე და არა ედანური. Sen გავიგებ თუ წამოსვლა არ გენდომება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩვენი საერთო შვილია. და ძალიან გამახარებ თუ გვერდით იქნები. კარგი. ხვალ ერთად წავიდეთ. გმადლობ. გამოვედი, როცა დიდემი მოვიდა, ამიტომ არ ვიცი რაზე ლაპარაკობენ. ძირფასა. დიდემ შენი თანდასწრებით უნდა ელაპარაკა. მარტო საუბარი რაში სჭირდება, შეყვარებულები არიან? ცოლო, ბავშვი არსებობს, ბავშვი. ახლა ხან მასთან ვიყავი. დიდემი საავადმყოფოში მიდის, შეთავაზე რომ მე გავუყვებოდი, მაგრამ მითხრა რომ ხალილ იბრაჰიმთან ერთად მიდის. არ მიგვირს. თქვენი მეგობარი სათამაშოდ იქცა დიდემის ხელში და სულაც არ უხდება. რა ლაპარაკი ესემა? შენ გიხდება ასეთი სიტყვები? კაცმა პასუხისმგებლობა აიღო, ეს რომ ხალილ იბრაჰიმიშვილია. რა თქმა უნდა წავა. ოსმან, ამ საკითხში არაფერი იცი. 1000 სისულელეს ამბობ. ასე არ არის თურან.
ფუტკრებშიც ასია დედოფალი ხავთ და ყველა მას ემსახურება. ყველა. მართლა ასია. გინდა თქვა რომ ის დედოფალია ჩვენ კი მოახლეები? ცოლო არ მოусმინო, კარგი? მოდის, დამშვიდი, მორჩა. შვიდად. დასაძინებლად მივდივარ. ხვალ მე და ხალილ იბრაჰიმი საავადმყოფოში წავალთ. ანალიზები უნდა ჩავაბარო, ამიტომ არ ვისაუზმებთ. ჩვენთვის არაფერი მოამზადო სემა. აქ შენი მოახლე არავინაა. ეგრაშუაშია. გითხარი რომ მოახლე ხარ? უბრალოდ გითხარი რომ ყოლად არ მოამზადო. ადამიანი ვერ გასიამოვნებს. მომისმინე? ხელი გამიშვი თურან. ედანურ, თუ დავინახავ რომ თუნდაც ერთ ჭიქა წყალს აწვდი, იმ წყლის ყოვზით დაგახრჩობ. ჩუმად ვარ არაფერი მithქვამს. ვერ ხედავთ? სულ გათაფხედდა. იმის გამო რომ უფლებას აძლევთ, ასე მოიქცეს. გავყვები სანამ არ მოუკლავს. მეც ასე ვფიქრობ. კარგი. მეც წავალ და გავიხარებ იმით, რომ უცოლო ვარ. კარგად. შენ ღმერთს მადლობას რისთვის გადაუხდი? კარგია რომ მყავხარ საყვარელო. ოხუს. როგორი პოლიტკორექტული ხარ. ზოგჯერ მაგიჟებ ხოლმე მართლა. და იცი, ხალილ იბრაჰიმზე უარესი ხარ. არა ძვირფასო, მასზე უარესი არავინა. არა. ის ისეთი მაინც ჩანს როგორიც არის, შენ კი არავლენ. მომისმინე? სამშობლოსთან დაკავშირებით ჩუმად ვარ. მაგრამ თუ რამე სიზამ ჩემ ზურგს უკან და გამოგიჭერ, ზეინებივით არ მოვიქცევი. იარაღს ავიღებ და გესვრი. მესროლე ჩემო სიცოცხლე. მესროლე. ისევ პოლიტკორექტულობა. მაგრამ პირდაპირ შუბლში მესროლე, კარგი? გავითვალისწინებ. ბოდიში გაიძული ჩემთან ერთად წამოსულიყავი ელიფ. მაგრამ ხომ იცი ავარიის შემდეგ მარტოსიერული ჯერ ისევ მეშინია. რას ამბობ, რა პრობლემაა? თან ნამდვილად არ ვაპირებდი ექიმთან მარტო გამომეშვი. გმადლობ. სისხლის ანალიზის პასუხები ნორმაშია, მაგრამ რკინის დონე დაბალია. ხალილ იბრაჰიმ, საავადმყოფოში თავს ცუდად ვგრძნობ. ალბათ სტრესის ბრალია. შეიძლება ხელი მოგკიდო. რა თქმა უნდა. გინდა დავსხდეთ? არა, სუფთა ჰაერზე თავს კარგად ვიგრძნობ. კარგი. რას ამბობდი? სისხლის დონე დაბალია. გოგონებს ვეტყვი რამე მოგიმზადონ. კარგი. ზეინებ, არ გინდა ტოსტები ვჭამოთ? ელიფ, ახლა არ ვისაუზმეთ? მაშინ ყავა დავლიოთ. მერე დავლიოთ. ახლა წავიდეთ. რა გჭირს? ხალილ იბრაჰიმ, ზეინები აქ არის. ხელს გაგიშვე, პრობლემები რომ არ შეგექმნას. თქვენ რა ხუმრობთ? მიდი, ზეინებ ლიფტი ამით უფრო სწრაფად არ მოვა. მიდი. დიდემ, შეგიძლია ორი წუთით დამელოდო. გამარჯობა. გამარჯობა. რა გინდა ხალილ იბრაჰიმ? ჩემთან რატომ მოხვედი? დიდემი ხომ ვინმეს უნდა დაეყრდნოს. მასთან გაიქეცი. მინდოდა გამეგო, კარგად ხარ თუ არა? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მე გეკითხებით აქ რატომ ხართ? არ ინერვიულო ხალილ იბრაჰიმ, კონტროლზე მოვედით. კარგი. სანერვიულო ნამდვილად გაქვს. მაგრამ ეს მის მომავალს უკავშირდება და არა მე. ჩემს მომავალში არავინ არის შენს გარდა, ზეინებ. თუ ასე მოგცევა შეწყვეტ, შენთან დალაპარაკება მინდა. გასაგებია? აქედან ხომ მიდიოდი ხალილ იბრაჰიმ? რა მოხდა, რატომ დაბრუნდი? დიდემს მუცელი ასტკივდა? ძალიან კარგად იცი რატომ დავბრუნდი. ისევე როგორც ის აქედან წასვლა რატომ მინდოდა. მოდი ამაზე აქ ნუ ვილაპარაკებთ. ექიმის შემდეგ შემოგივლით. არ მივალ იქ, სადაც ის გალია. რესტორანში ვიქნები, ძალიან გამახარებთ თუ მოხვალთ. ვერ გავიკი ამ ბატონს, რატომ გავახარებთ. გეყოფა ზეინებ, კარგი? გეყოფა.
წავედით. ხალილ იბრაჰიმ არ გეწყინოს, მაგრამ ამდენი დამთხოვა უკვე მეტისმეტია. Kontrolüm olduğu საავადმყოფოში ზუსტად ამ დროს მოვიდა. კონტროლზე მოვიდა. უბრალოდ დამთხოვაა. მე კი ვფიქრობ, რომ არა. მაგრამ სემა არას ვიზამთ. სემა რა შუაშია? არაფერი დაივიწყე. სემა ასეთი მიყვარს და მორჩა. რესტორანში ვისაუზმოთ. ცოტა მომშივდა. ერთი საქმე მაქვს, სახლში წაგიყვან. Bence yanlış yaptınız Halil İbrahim'e. ჩემი აზრით ჰალილ იბრაჰიმს არასწორად მოიქეცით. რა თქმა უნდა, მეტაურო. ამაში სრულიად გეთანხმებით. სხვა მიზნები გქონდა, მაგრამ არასწორად მოვიქეცით. დიახ, ასეა. ზოგჯერ იაჰია ვერ ხვდება რა სწორია და რა არა. ყველაფერი ფულის ბრალია. მეც ვერაფერს ვეუბნები. ფული ადამიანს ყოველთვის აბნევს. ჩვენ რატომ არ გვაბნევს მუსაბეი? თქვენს გაბნევთ მეტაურო. აზროვნების პრობლემებს არ გიქმნით, მაგრამ კუჭის პრობლემები გაქვთ. მართალია, ფულის გამო გული გვერება. მეტაურო, ჰალილ იბრაჰიმთან შერიგებას ვერანაირად ვერ შევძლებთ? ნეტავ შემეძლოს. გაიგონე იაჰია? მეტაური ამბობს, რომ იმედი არ გვაქვს. მაიორ მეჯნუნს შეუძლია მეტაურო. ჰალილ იბრაჰიმს ახლა მასთან კონტაქტი არ აქვს. ამიტომ არ მგონია დახმარება შეძლოს. Abi o zaman içmiyorsan. ძმაო, თუ ჩაის არ სვამ, წავიდეთ. ერთი წუთით, ჰალილ იბრაჰიმა გვითხრას, რის ითქმაც უნდოდა. იქნებ შანსი გაგვიჩნდეს. აქ შენს გამო ვარ. Niçin buradayım? რას ნიშნავს ჩემს გამო, ძმაო? Üst üste gömülme. მინდა შეგახსენო, რომ საქმეში ერთად ვართ. კარგი, კარგი. მეც მაქვს სათხოვარი, შენ თუ არ გაქვს. Komutanım, მეტაურო, არ მინდა რომ მე და იაჰია ერთ საფლავში დაგუმარხონ. yani bu kadar. თქვენთვის მართლა არაფერს წარმოვადგენთ? ღმერთო ჩემო. გემრიელად მიირთვით. გმადლობთ. გმადლობ. ოღუზი რატომ ელაპარაკება იმათ, ვისაც მე არ ველაპარაკები? რატომ შემოუშვით? რა გვექნა? გაგვეგდო? დიახ, რატომ არ გააგდეთ? იმიტომ რომ არ გვინდა სიმშვიდე დაგვერხვიონ. სიმშვიდე არც ისე გვაქვს. არ მგონია მშვიდად იყოთ, მაგრამ კარგი. შეიძლება ზეინები და ელიფი მოვიდნენ და შემატყობინე. რა მოვიდნენ? ერთმანეთს საავადმყოფოში შევხვდით. დიდემთან ერთად. სემას კითხე. სემა რა შუაშია? ზეინებს მან უთხრა. რატომ უნდა ეთქვა? ღვთის გულისთვის დიდემმა შთაგაგონა ეს? რა მნიშვნელობა აქვს ედანურ? მითხარი, როცა მოვლენ. არა, ორივეს გავაგდებ. ღმერთო ჩემო. ჰალილ იბრაჰიმი მოვიდა, გილოსავ იაჰია. შეგიძლიათ წახვიდეთ, თან უკვე ადექით. შენთვის რაღაცის თქმა უნდა. ჩენგიზი მოვიდა და დრო მისცა. რისთვის? იქნებ დავსხდეთ და ისე ვილაპარაკოთ. ჯენგიზმა დრო რატომ მისცა? მოითხოვა დააბრუნონ რაც წაიღეს. თუ არა და ერთ კვირაში ორივეს დახოცავს. კარგი, რაც ჩვენ მოგთხოვა დავაბრუნებთ, მაგრამ იმასაც ითხოვს, რაც სახელმწიფომ წაიღო. მე რა შუაში ვარ? ყულელები აღარ ყავთ? თუ ჯენგიზის შეგეშინდათ და ჩემთან მოხვედით. ამბობ რომ შეგვეშინდა? ასე არ გამოვა ჰალილ იბრაჰიმ. ორი წუთი მოგვისმინე. შენს გვერდით ვიქნებით, თუ გაქვს გეგმა, ეგ ხალხი როგორ დავხოცოთ. მაგრამ თუ ყველა თავისთვის კლავს, მაშინ იაჰია ისკანდერით დაიწყებს. ჩემს ძმას ვიცნობ, ერთ თეთრსაც არ დააბრუნებს. ერთ თეთრსაც ძალიან უჭირს. ისკანდერი რატომ უნდა მოკლათ? მაშინ ვის ვთავაზობ? მომისმინეთ, უკვე გითხარით, რომ თქვენთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ჩემი მეგობრები არ ხართ, მაგრამ მოცემულ მომენტში არც მტრები ხართ. თვითონ გადაწყვიტეთ, რა სიზამთ. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ მოგიწევთ პასუხი აგოთ. ეს არ დაგავიწყდეთ. ექიმა რა გითხრა? თუ სემა ხელის გულზე არ გატარებს, მუცელი მოგეშლებაო? Bana bak. მომისმინე? როცა ექიმთან მივდივარ, მაშინვე ზეინებს ეუბნები, თავს არ მანებებ. გონს მოდი. რას ბედავ? რა ზეინებს? ისე ნუიქცევი თითქოს არ იცოდე. მომისმინე დიდემ, ზედმეტი მოგდის.
Vur. დამარტყი. Hadi. მიდი, Hadi vursana. მიდი დამარტყი. Vur vur. მიდი. ეს შენი გეგმის ნაწილია, არა? Ben şimdi დაგარტყამ და შემდეგ ხალილ იბრაჰიმი გამაგდებს იმის გამო, რომ ორ სულს დავარტყი. gönderecek. Halil İbrahim'i bilmem. ხალილ იბრაჰიმის არ ვიცი, მაგრამ თუ ასე მოქცევას გააგრძელებ, ამ სახლიდან ძალიან მალე მე გაგაგდებ. ღმერთო ჩემო, აქამდე როგორ მოვედი? მოგზანდით. გმადლობთ. Sinan Bey. სინან ბეი, შეგიძლიათ მაგიდას მოემსახუროთ. დიახ. ედანურ, Kızlar. გოგოებო, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. სიკეთით მოვედით. როგორ გამახარეთ? ელიფ, ზეინებ. გმადლობ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. Tabii. რა თქმა უნდა, საავადმყოფოდან მოდიხართ. ვიცი რომ იქ შეხვდით. İyi misin? როგორ ხარ? Canım iyiyim. ნორმალურად. O Didem დიდემი burada აქ mı? არის? Yok be ne işi var? არა, აქ რა უნდა? Nasıl evde? სახლში რა უნდა? მაგრამ კარგი. Halil İbrahim. ხალილ იბრაჰიმი თავისუფალია? Müsait Oğuz'la. თავისუფალია ოღუზთან ერთად შიგნიცის. Buradayım Zeynep. Biz აქ დავრჩები ზეინებ. მე და ედანური ყავას დავლებთ. yemek yeriz. ჯერ ამე შევჭამოთ. დესერტი მივაყოლოთ და ყავაც დავლიოთ. შენ არ ეჩქარო ძვირფასო. უთხარი რაც სათქმელი გაქვს. Ben geliyorum. ახლავე მოვალ. სად დავსხდეთ? აი ამ მაგიდასთან.